რა არის იეღოვას სახელით, ან იაფე, ან ის ვარიანტი, რომელიც ჩვენ ტეტრაგრამის სახით აგვაქვს. ყველაზე უძველესი მოწმობა ჩვენ წმინდა მამებში იუსტინე მარტვილთან აგვაქვს სახელთან დაკავშირებით, თუ რა არის ღვთის სახელი. სახელი ყოველთვის ეწოდება საგანს მისი არსების განსაზღვრელად. და პირდაპირ ამბობს იუსტინე მარტველი, რომ მას ვისი განსაზღვრება ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. მას სახელი არაფერში არ ჭირდება და თუ ვინმე ამბობს, რომ ღმერთს რამე სახელი გააჩნია, რამე არსებითი გაგებით, რომ ეს არის მისი განუმეორებელი სახელი, ამ შემთხვევაში და მას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ბგერათა თანხმობის რაღაცა სისტემით დავარქმევთ სახელს, ეს ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან დიდი შეცდომა. ანუ მას სახელები და მეტსახელები არ ჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულების განსაზღვრად არის ღმერთზე მინიჭებული სახელი. თორე სანამ ღმერთი ვინმე შექმნიდა, რა სჭირდებოდა, ან ვინ დაარქმევდა მას სახელს. რეალობაში ხა ჩვენ რასთან აგვაქვს საქმე? ძალიან მნიშვნელოვან მოვლენასთან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელი იაფე, რომელმაც ებრაელები და ღვთისერი მოიყვანა ქრისტემდე. რაშია საქმე? როდესაც ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ შენ უნდა წახვიდე ხა და ებრაელიერი გამოიყვანო, მოსე უსვამს ძალიან ლოგიკურ კითხვას. უფალო, როდესაც ჩავალ ეგვიპტეში და ეგვიპტის ფარაონს ვეტყვი, რომ მე ღმერთმა გამომაგზავნა, რომ ჩემი ერი გავიყვანო ამ ქვეყნიდან. ეგვიპტის ფარაონი მე დამისვავს ძალიან უბრალო შეკითხვას და ძალიან ბუნებრივ შეკითხვას, რა ქვია შენ ღმერთს, რადგან მთელი ეგვიპტე ღმერთს იცნობს სახელებით და ეგვიპტეში დღესდღეობით აღმოჩენილია 3000 ღმერთის სახელი. ანუ ფაქტიურად ყველანაირ მოვლენას, ყველანაირ რაღაცა სიცოცხლეს ისინი სახელებს არქმევდნენ. და აღმერთებდნენ ყველანაირ რაღაცა გამოვლინებებს ამ ქვეყანას. და 3000-მდე სახელი გვაქვს. თავისთავად რო ჩავიდოდა მოსე და ეტყოდა ეგვიპტის მეფეს, რომ ღმერთმა გაუმაგზავნა, გეტყვა და მე ასეთი ღმერთი მყავს 3000 და შენ რომელი ღმერთიდან მოხვედი ჩემთან. ამიტომ მოსე უსვამს ძალიან გონივრულ კითხვას. რო უფალო ამ ხალხს როგორ აუხსნა, ვინ გაუმაგზავნა მე? რო უთხრა, რომ გამომაგზავნა ყოვლა ძლიერმა. ძლიერების ღმერთი ყავთ. რო უთხრა გაუმაგზავნა ნათელმა, ნათელის ღმერთი ყავთ. რო უთხრა გაუმაგზავნა სიყვარულმა, სიყვარულის ღმერთი ყავთ. აბა რა უთხრა ამ ხალხს? ყველა გრძნობა რაც კი არსებობს, უკვე დასახელებულია, გაღმერთებულია. ყველა ცოცხალი არსება რაც კი არსებობს, რამის გაღმერთებულია მწერების გარდა ყველაფერი ეგვიპტეში. ანუ მე რა ვუპასუხო ღმერთს, რომ რა უპასუხო ფარაონს, რა არის მის სახელი? და უფალმა რა უნდა უპასუხოს? უფალმა რო თქვას ახლა, რომ მე ვარ სიცოცხლე, სიცოცხლის ღმერთი ყავთ. რო უთხრას მე ვარ მართლმსაჯული, მართლმსაჯულების ღმერთიც ყავთ. ფაქტიურად ყველაფერს ღმერთი ყავთ. ამიტომ უფალი პასუხობს ორიგინალური სახელით. წადი და ფარაონს უთხარი, რომ გამომაგზავნა ყოფმა, რომელიც არის. რადგან მე ვამბობ, რომ მე ვარ, რომელიც ვარ. აი, იაფე სიტყვა იშიფრება ზუსტად ასე. ყოფი. ამიტომ რუსულ სინოდალურ თარგმანში ძალიან კარგი მინიშნება განმარტებით სახით, რომ როდესაც წერია იეგოვა, იქ წერია სუში, ანუ მყოფი. ბასილდი და ივანე ქროპირი აძლევენ უნიკალურ განმარტებას ამ ადგილს. რაშია საქმე? მყოფი გულისხმობს, რაც იყო, არის და იქნება. ანუ ამით უფალი აცხადებს, რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც ვიყავი, ვარ და ვიქნები. მე არა ვარ ღმერთი, რომელიც არ ვყოფილ ვარ, მე თქვენ რო ღმერთები გამოიგონეთ, იმნაირ ღმერთად შემქმენით და მე როდისღაც ეს როგორც კერპთაღოვანისმცოდნეობა გადავარდება ამ ქვეყნიდან, გავყვები ამ კერპებს მე. ასეთი არ ვარ. მე ვარ, რომელიც ვიყავი, ვარ და ვიქნები. ამიტომ სიტყვა იაფე იყო გარანტიის მიმცემი სახელი ღვთისა, რომ ებრაელები არ გააკერპებდნენ ამ არსებას, რომელიც არის ნამდვილი ღმერთი და მას არ გაუტოლებდნენ იმ ღმერთებს, რომლებიც გაჩნდნენ და რომლებიც დროულები არიან. ამიტომ ღმერთი ორიგინალურ სახელს ეუბნება ებრაელებს, რომელიც ჩვენ ზუსტი ტრანსკრიფცია არ გაგვაჩნია. მე ადონაიდან ხმოვნები გადაიტანეს და ამ ღვღ-ს რო იტყვიან
ჩაალაგეს ამ ღვღში. რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ-ერთ უნიკალურ სახელზე, რომელმაც დაიცვა ებრაელები კერთაყვანისცემისაგან. აი, როდესაც მაცხოვარი მოდის და ამბობს, რომ მას ეწოდება იესო, რადგან ის გამოიხსნის თავის ერს და ის არის მხსნელი და გადამრჩენელი. ეს რას გულისხმობს, რომ იესოს სახელი ებრაულად ზუსტად ასეა, იაფე იხსნის. ანუ თვითონ ეს სახელი წაცხადებდა იმას, რომ ემანუელი ეწოდა, რომ ჩვენთან მოვიდა ღმერთი უკვე, ეს არის ჩვენთან არის ღმერთი და ეს არის გადამრჩენელი იაფე. ანუ ის ღმერთი, რომელიც იყო, არის და იქნება განკაცდა. ასევე ჩვენ გვაქვს აპოკალიფში ეს მოწმობა, როდესაც ქრისტე ამბობს თავის თავზე, ოღონდ უკვე ტრანსკრიფციულად იაფეს. მე ვარ რომელი ვიყავი, ვარ და ვიქნები. მე ვარ ანი და ჰოე. ანუ იაფე თვითონ გულისხმობს სახელს, რომელიც ღმერთის მარადიულობას ერთ სიტყვაში გადმოსცემს და სახელს ძალიან უხდება ერთ სიტყვაში მომცველობითი არსობრივი გადმოცემა. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ როდესაც მაცხოვრის ხატს ვხატავთ, მას ამ ინიციალებს შარავანდეთში უკეთებთ. მე ვარ მყოფი. როდესაც არის ო-ონი თუ გახსოვთ. ო ანიშნავს ბერძნულში რომელი და რომელი ვარ. და ამ ინიციალებს ყოველთვის ბერძნული სეპტუაგინტას ტექსტის სახით თქვენ ნახავთ ქრისტეს შარავანდეთში, როდესაც მაცხოვრის ხატს კარგად დააკვირდებით ხატებზე.